იცით რა, მე ორივე განცხადება რაღაცნაირად აღვიქვი მუქარის ტონად. ეს გუშინწინდელი განცხადება, როდესაც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განახორციელოს არის საქართველოში, ანუ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრთან კობახიძესთან. ამის შემდეგ ვთქვათ, ტონი ირანის საელჩოს იყო ძალიან ისეთი არასასიამოვნო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაგალითად ქართული ოცნება ძალიან ისე ხმამაღლა, ხაზგასმულად საუბრობს, რომ ყველასთან აქვს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, სულაც არ იყო ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისობაში ეს განცხადება. დღევანდელი განცხადებაც ფაქტია, რომ არის ასევე რაღაცნაირად ცოტა უფრო მეწილად ხა მუქარით და ასევე ძალიან მომთხოვნი, იმიტომ რომ მე შედარებისთვის ქართული ოცნების ნებისმიერი ნაბიჯი, ანტიდასალური ნაბიჯი მახსენდება, როდესაც საერთოდ არაფრის გამო ანტიდასალური კამპანიისთვის და პროპაგანდისთვის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯარიმეს, თქვენ გახსოვთ, იმიტომ რომ გაესაუბრა ადამიანებს რუსთაველზე, პროტესტში მონაწილე ადამიანებს და აქ შესაძლებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევადაროთ, რომ აქვე ირანის საელჩო ელჩი განმარტავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი არ დაიბარა იმ განმარტებებისთვის და მუქარისთვის, რაც გუშინწინდელ პოსტში და სტატუსში განცხადებაში გამოაქვეყნა, არამედ თვითონ მოითხოვა შეხვედრა და თვითონ შეხვდა. ანუ, იცით რა შეასაქმე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ამ კონტექსტში ქართული ოცნების მიზანმიმართულად ძირგამომთხრელი და ბიძინა ივანიშვილის ძირგამომთხრელი პოზიციები საქართველოს უსაფრთხოების სტაბილურობის და მშვიდობისთვის. ანუ ჩვენ აღარ ყავს პარტნიორები, ჩვენ დავჩით დაუცველები, ჩვენ არ ყავს საერთოდ არც ერთი საერთაშორისო მნიშვნელოვანი მეგობარი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და იცით ქალტონელა რა არის, პატარა ქვეყნისთვის არსებობს ორი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების არქიტექტურა და არც ერთი სხვა. ეს არის პირველი, უნდა გქონდეს ძლიერი შეიარაღება და ძლიერი ჯარი და უნდა იყო ისეთი გამართული, მაგალითად, მთელი შენი უსაფრთხოების სისტემებით, როგორიც არის ისრაელი, ან და მეორე ეს არის ჩვენი ძალიან მყარი მეგობრები, მშვიდობის ქოლგა, როგორიც არის ევროპის კავშირი, როგორიც არის ნატო და როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ აღმოჩნდით სრულიად მარტო აი ამ ვითარებაში, როდესაც ყველას და განსაკუთრებით ირანს, რომლის რეჟიმიც თქვენ იცით, რომ არის ყველაზე უფრო ესეთი ღია გამოცხადებული მტერი ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, აქვს იმის უფლება, რომ ესე შანტაჟით და მუქარის ენით დაგველაპარაკოს, ხო? ამიტომ ეს არის პირველ რიგში ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და თქვენს მაყურებელს მინდა ძალიან მარტივად თხოვო შეადაროს, როგორ ექცევა, რა პროპაგანდისტული გზავნილებით მიმართავს ხოლმე დასავლეთს, ჩვენს მართლა პარტნიორებს, ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მხარდამჭერ ქვეყნებს, როგორი რიტორიკა აქვს მას მიმართ ქართულ ოცნებას და როგორი რიტორიკა აქვს, კი არა, საერთოდ სიჩუმეა ამ ორი განცხადების შემდეგ. ხო, აი ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ერთ-ერთ გადაცემაში რომ კითხეს, რომ აი თქვა რაღაცა საქართველოს რო საფრთხე შეექმნას, ვის დაურეკავთ პირველი, ვინ არის ჩვენი მეგობარი და აი მართლაც ვინ არის ჩვენი მეგობარი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ანტიდასალური კამპანიის შემდეგ, პროპაგანდის, რუსული გავლენების გაძლიერების შემდეგ, ირანის გავლენების გაძლიერების შემდეგ ჩვენ ღიად და თვალხილულად ვნახეთ, როგორ აწარმოებს რეკრუტირება საქართველოს მოქალაქეებს. აი ამ კონტექსტში ქართოხატია კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ახლავს ჯიმდინარ პროცესებთან მიმართებაში და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით, თუმცა ვიდრე ამ კითხვაზე მიპასუხებდეთ, მოდით კიდევ ერთი კითხვა დავსვათ, ვინაიდან და რადგანაც არ გეპარებათ ეჭვი, რომ ირანის ელჩის, ირანელი დიპლომატის განცხადებები პირდაპირ მუქარად უნდა გავიგოთ საქართველოს დამემართებაში, მაშინ საინტერესოა
რა საფრთხეები შეიძლება გვემუქრებოდეს თქვათ ირანიდან, რა საფრთხეები შეიძლება იყოს მომდინარე საქართველოსთან მიმართებაში, თუ კი თეირანისთვის საქართველოს პოზიციონირება არ იქნება მისაღები და თუ კი ირანი ჩათვლის, რომ აი საქართველო ამ კონფლიქტში არ დგას მის მხარეს და დაიკავა თქვათ ამერიკის შეერთებული მე შემიძლია გითხრათ, მე რას გავაკეთებდი იმისთვის, რომ საქართველოში საფრთხეები არ იყოს და მინიმიზაცია მოხდეს საფრთხეების, ხო? ანუ მე შემიძლია ეს მოგიყვეთ, მე როგორ საგარეო თქვათ პოლიტიკას ვაწარმოებდი. ანუ ეს იქნებოდა ნამდვილად მშვიდობის და უსაფრთხოების საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა ბალანსირების პოლიტიკა, მაგრამ ბალანსირების პოლიტიკა გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ყავს ძლიერი მეგობრები, როდესაც შენ ხარ ყველაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მშვიდობის ქოლგის და ალიანსის ნაწილი და რა არის ეს მშვიდობის ქოლგა და ალიანსი? ეს არის რა თქმა უნდა ევროპის კავშირი. ევროპის კავშირი, რომელიც არის ეკონომიკურად ყველაზე უფრო ძლიერი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ბაზარი, განვითარების ცენტრი და უსაფრთხოების ნაწილში ეს არის შენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება, თავდაცვის ძალების გაძლიერება, პარტნიორობა და ძალიან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვქონდა ესეთი სტრატეგიული პარტნიორობა, ქალტონელა, ჩვენი შეგრძელით ეს, თქვა ძალიან დიდი მუშაობის შედეგად და ქართულმა ოცნებამ მე სტრატეგიული პარტნიორობა რატომ გაწყვიტა? გაწყვიტა ზუსტად ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული ანტიამერიკული თავდასხმების გამო ელჩზე, პრეზიდენტ ტრამპისადმი მიწერილი წერილი გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად, ხო? ანუ მთელი ეს დანაშაულებრივი კასკადი, ანუ პირველ რიგში ეს უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემები გამართული, უნდა მუშაობდეს ძალიან სერიოზულად ორმხრივი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველო უნდა ისწრაფოდეს ყველა სტანდარტით ნატოსკენ, საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ჩვენ უნდა ვიღებდეთ ტექნიკურ დახმარებას, ჩვენ უნდა ნერგავდეთ ახალ ტექნოლოგიებს, ჩვენ უნდა ჩართული ვიყოთ, ჩვენ უნდა ჩართული ვიყოთ, აი ბოდიში ჩვენ უნდა ჩართული ვიყოთ იმ მიწოდების ჯაჭვში, რომელიც ეკონომიკურ კავშირებს ისე აღრმავებს, რომ სადაც ძლიერი მიწოდების ჯაჭვის სისტემაა, ხო, ანუ რაც არის ეკონომიკური ძირითადი თქვა ვაჭრობის კავშირები, იქ რა თქმა უნდა ნებისმიერი საფრთხის მინიმიზაცია ხდება. ჩვენ უნდა გქონდეს უცხოური ამერიკული ინვესტიციები, რაც პრინციპში ჩაფიქრებული იყო, მათ შორის ვთქვათ ანაკლიესზე და თქვენ იცით რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები ცნობილი რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. ამიტომ ამას გავაკეთებდი მე. ანუ ესეთი იქნებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან და აი დღეს შექმნილი სურათიდან ამოვალთ რაშია უფრო სწორი გამოსავალი და აქვე გუშინაც საუბრობდით ჩვენ სტუმრებთან ამ საკითხზე ამერიკის ხელისუფლების მოწოდებებს ირანის კონფლიქტთან მიმართებაში ვხედავთ რომ ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ევროპის წამყვანი სახელმწიფოებიც კი იქნება ეს საფრანგეთი, ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, სადაც აი სწორედ ასეთი დიდი სახელმწიფოები და დაცული სახელმწიფოებიც კი სიფრთხილეს იჩენენ ირანის კონფლიქტთან მიმართებაში და 100 ჯერ ზომავენ და ერთხელ ჭრიან შეიძლება ითქვას. კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე მართებს თუ არა საქართველოს. ისეთ რა ის შეკითხვა ალბათ არის ქართულ ოცნებასთან. მას უნდა დაუსვათ ეს კითხვა, რა არის საქართველოს უსაფრთხოების ეხლა მთავარი დამცველი. არ არსებობს ესეთი უსაფრთხოების დამცველი სტრუქტურები და მეგობრები ჩვენ არ ყავს უბრალოდ, ხო? ანუ მე სიმართლე გითხრათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პროპაგანდისტულად შემოიტანა ეს არა ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანებზე, როდესაც აი თქვა მშვიდობის კონცეფცია, რაც არის ყველას ჩვენი ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი, ჩვენი ოჯახებისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩემი შვილისთვის, რა ვიცი, ჩვენი ყველას მშობლებისთვის და ასე შემდეგ. ეს ხო პროპაგანდისტულად დააბრუნა პროპაგანდა რუსულმა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ხერხი ეს არის. მაგრამ რა არის შევხედოთ როგორია ვითარება? ჩვენ საფრთხეები კვლავ გვაქვს. ჩვენ საფრთხე ასე ვთქვათ, არსებობს გარე საფრთხეები, არსებობს შიდა საფრთხეები, არსებობს საფრთხე არის კორუფცია, საფრთხე არის სოციალური უთანასწორობა, საფრთხე არის ადამიანებისთვის განათლების და განვითარების შესაძლებლობის წართმევა, საფრთხე არის ის, რომ შენ აღარ გაქვს არავითარი არ გაქვს ახლა ამ ვითარებაში არავითარი ტექნოლოგიური გარღვევა, საფრთხე არის, რომ ნამდვილი მშვიდობა არ არსებობს, სამოქალაქო მშვიდობა არ არსებობს, ერი გახლეჩილია. ყველაზე უფრო დიდი საშიშროება ჩვენთვის პირადად რაც არის დღეს საქართველოში. ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, მაგრამ ასევე ეს არის ერის გახლეჩილობა. ის, რასაც ხელოვნურად აკეთებს ბიძინა ივანიშვილი პროპაგანდისტულად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან კარგად გამოჩნდა და სხვათა შორის აი გუშინდელი
გუშინწინდელი უпростоრად ამერიკის შეერთებული შტატების რამშტაინის ბაზიდან აფრენილი სამხედრო თვითმფრინავი და რუბიოზარი ჩემთვის სიმართლე გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ ბევრი საქართველოს მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ბევრი და დიდი ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში და რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შტატები აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ირანთან და რა თქმა უნდა მისთვის ნებისმიერი ირანული მძლავრი გავლენა არის საფრთხე. და ჩვენ ნახეთ კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის რაღაც ჩემი მოგონილი ამბავი, ეს არის ღია წყაროებიდან, დადასტურებული წყაროებიდან, როგორ უჭერდა, ჩავიდა კობახიძე და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა ირანში მაგალითად, ხო? როგორი იყო, თქვათ, როგორ რეკრუტირებას როგორ ახდენენ ირანის სპეცსამსახურები საქართველოს მოქალაქეების და ერთ-ერთი ესეთი საქართველოს მოქალაქე დაკავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობისთვის. ჩვენ ნახეთ საელჩოს წინ როგორ სკანდირებდნენ, თქვათ, ხამენეის და ასე ადიდებდნენ ხამენეის და აიათოლებს. ანუ ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის. ამიტომ გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ მისთვის ეს არის საფრთხე. შესაბამისად, ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ჭირდება ამ ქვეყანაში იყოს ნამდვილად მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება, ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში და საქართველოს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, რა თქმა უნდა, იქნებოდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეხლა, თქვა, წინსვლა უსაფრთხოების კონტექსტში. სამწუხაროდ ეს მოკლა ივანიშვილმა და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ივანიშვილის წარმოსახვის და მიუხედავად მისი ისტერიკებისა, რომ მას არ სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, მას არ სჭირდება შავ ზღვაში, შავი ზღვის რეგიონში ამერიკული გემები და ასე შემდეგ, მიუხედავად მისი ასეთი ისტერიული ჩარევისა, ანუ აი ამ მთელ ასე ვთქვათ წლების განმავლობაში, ამერიკას აქვს თავისი ინტერესები და მე მიხარია, რომ ეს ინტერესები შეიძლება გაცილებით უფრო მძლავრი იყოს, ისევე როგორც მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.